წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აიაზმაში ღონისძიება გაიმართა ადგილობრივმა სახალხო მთქმელისა და პოეტის არმენაკ მარკოსიანის გარდაცვალებიდან 120 წლის იუბილეიზე იმეს ღონისძიება წალკის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მე-15 წელია ტარდება. საღამოს ქვემო ქართლის გუბერნატორის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა პატა ხიზანაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. ესეთი დღესასწაულები, ესეთი ღონისძიებები, როდესაც ჩვენ ცნობილ სახალხო მთქმელებს, აჟუხებს, პოეტებს, პატივს მივაგებთ, ეს აერთიანებს და კრავს ხალხს და რაც მთავარია, დღევანდელი ხელისუფლება ყოველთვის, როგორც სულ ვამბობთ ხოლმე, დიდ ყურადღებას უთმობს სწორედ სულიერების განვითარებას. აღინიშნება სოფელ აიაზმაში აღაზმის ყოფილი მკვიდრის 120 წლის თავი. ეს იყო სახალხო მომღერალი აშუხი, ავასი და 120 წელია და დაახლოებით 15 წელია აღინიშნება მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით. ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მარნეულში ფერადი ფესტივალი ჩატარდა. კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა მაყურებელთან ერთად მასშტაბური ფლეშმობ შოუ მოაწყო. ღონისძიებას მოსწავლეები, პედაგოგები და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები დაესწრნენ. ძალიან მაგარი ფესტივალია, ძალიან მომწონს, ძალიან კარგად ვერთობი. რა სწორია არის განწყობა.